რა გზაშებით, რა თემა გაქვთ? ჩვენ 9 აპრილი ავარჩიეთ. გონი თითქმის ბოლოსკენ გავიდეთ. რაზე ხართ ახლა? დაღუპულთასიას ვუყურებ. მაგახლა? 16 წლის. ეკად 15-ის. ნადო 23-ის. ამუკა 21-ის. თითქმის ჩვენ ხელები იყვნენ. ან ზუსტად ჩვენ ხელები. $36 წლის შემდეგ ისევ შემოვაბიჯეთ სკოლაში. როგორც ყოველთვის. არ ყოფილა ეს დღე დანარჩენი დღეებისგან გამორჩეული. ყოველდღურად ვსწავლობთ. ვსწავლობთ ახალს და ვიხსენებთ ძველს. საოცარია, რომ ჩვენს გონებაში ფრაგმენტებად არსებობს 9 აპრილის კადრები. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წელს არც მოვსწრები ვართ. უცნაური შეგრძნება გვეუფლება მაშინ, როდესაც ვიაზრებთ, რომ იმ 21 ადამიანიდან, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ, უმრავლესობა ჩვენი ასაკის იყო. ახლა, როდესაც ჩვენ საგაკვეთილო პროცესს ვესწრებით, 36 წლით უკან რომ გადავხდეთ, ჩვენ ხალა გოგო ბიჭები აქციაზე იდგნენ. იბრძოდნენ ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის. მაგრამ არა, ჯერ საკუთარი მომავლისთვის, შემდეგ სხვა დანარჩენებისთვის. გონი ყველამ ვიცით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ისტორიულ ფონს რომ თვალი გადავავლოთ, 9 აპრილის ტრაგედიამდე, ერთი თვით ადრე, 18 მარტს, საფხაზეთში ჩატარდა 30,000 კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებული ლიხნის მიმართვას. 99 წლის მარტში, 18 მარტს თუ აცდები, აფხაზეთში ჩატარდა ინხის კრება, რომელსაც ესწრებოდა 30,000 ადამიანი და მათ მოითხოვეს აფხაზეთის გამოყოფა საქართველოს ტერიტორიიდან. ანუ 9 აპრილი დაიწყო ლოზუნგით აფხაზეთი საქართველოა და შემდეგ უკვე გადავიდა ლოზუნგში გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. უშუალოდ 9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე კი აქციები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა პარლამენტის წინ. წინა დღეები იყო ძალიან დატვირთული. ტარდებოდა მიტინგები, დემონსტრაციები, ძალიან ბევრ ადგილას იყო უნივერსიტეტში, იყო იპოდრომზე, გამოდიოდა უამრავი ხალხი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აი ამ როგორ გითხრათ, აი ამ პროტესტში მთელი საქართველო იყო ჩართული. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო ალბათ ერთი ძალიან დიდი იმპერია, სადაც იოლი არ იყო, რომ გაჟღერებული იყო თავისუფალი ხმა. რა თქმა უნდა, ადამიანები ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ცხოვრებითაც, მაგრამ საბედნიეროდ იყვნენ ისეთები, რომლისთვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ის, რომ იმ პერიოდში ჩემ თაობას მოუწია ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც შემდეგ გახდნენ ეროვნული გმირები, ეს იყო ალბათ უდიდესი გამოცდილებაც, უდიდესი სიამოვნებაც და უდიდესი პატივი ჩვენთვის. ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მერაბ კოსტავა მომიტინგეებს მიმართავს. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ბრაში პირველად ასე შეკრული
ჰასან თლიანი წარმოდგა ქართველიერი ღვთის წინაშე. 9 აპრილს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თხოვნით მიემართათ პატრიარქისთვის, რათა მისი ლოცვა კურთხევით დაშლილიყო მიტინგი. ამისათვის მათ საქართველოს პატრიარქთან ცნობილი სპორტსმენი და ამავე დროს პოლიციელი მერაბ ხუდუშაური გაგზავნეს. ღამით 4:30-ზე. მიტინგის დარბევამდე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეების წინაშე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გამოვიდა, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაპირისპირების თავი დანაცილების მიზნით გადაინაცვლათ ქაშვეთის ეკლესიაში. აი დღესაც ჩვენ დგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას. მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. Kissi გვაქვს თქვამი. მერტი დავიფიქრეთ, მერტი. პატრიარქი ცდილობდა, რომ თავისუფლებას მოწყურებული ადამიანები მშვიდობიანად დაეშალა, ეკლესიისკენ გადაენაცვლათ, იქ სადაც ვერ შეეხებოდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეები არ დაშლილან, არ იყო შიშის ხილული ნიშნები, ჩვენ რომ გვჩვევია ისეთი სიჯუტითა და სიმტკიცით იდგნენ. რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლთან, 4 ჯავშან-ტრანსპორტიორი გამოჩნდა, ინსტრუქციების უხეში დარღვევებით, მიტინგის დასაშლელად ხელკეტების, მომწავლავი ნივთიერებების და ბარების გამოყენება დაიწყეს. ღამის 4 საათიდან თბილისის პირველ საავადმყოფოში სასწრაფო დავხმარების მანქანებმა ინტენსიურად დაიწყეს დაჭრილებისა და გვამების მიყვანა. სახლიდან გამოვიბარეთ. აი რო გიხწეროთ სიტუაცია, რა სიტუაცია ქალაქში. წარმოიდგინეთ, რომ თითქმის ყველა შენობაზე სნაიპერები სხედან, ტანკებია ქალაქში და არის რაღაც საოცარი სიჩუმე. და ეს სიჩუმე იმავდროულად იმხალახმაურს იწვევს ქალაქში, რომ წარმოუდგენელია, რომ ერთ ადგილას გაჩერდნენ. ეს დიალოგი ეკასა და ბებიომის შორის გაიმართა. ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის იყო. კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. წინა დღეებში მითხრა, ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა და მე ამ ფოთლების წვიმაში დავდიოდი. ეს რაღაც ნიშნავსა. არ ვიცი მეთქი ვეუბნებოდი. ვაი თუ ესეც სიკვდილს ნიშნავდა. ელისო ჭიპაშვილი 24 წლის იყო. ამ ამბავს მისი უფროსი ძმა ვახტანგ ჭიპაშვილი გვყვება. ჩემზე 5 წლით უმცროსი იყო. ვერცხლის ყალივით გოგო, ვერაბრით გააჩერებდი.
ბავშვობაში ძალიან ცელკი იყო, მე კი პირიქით, წყნარი და მორჩილი. იმ ღამით ერთად არ ყოფილვართ. ჩემი მეგობარი გოგი მაჭავარიანი მეხვეწებოდა, რუსთაველზე წავიდეთ, იქ ხდება ყველაფერიო, მაგრამ მე არ წავყევი, ეს ბედის წერა იყო. შეიძლება იმდენ ხალხში ვერ მენახა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მენახა და გადამერჩინა. ელისო მაშინ 6 თვის ფეხძიმე იყო. ეს უკვე დილით ხდება, 9-ში დილით. ქუჩაში ვიპოვეთ ჯოხი და შავი ნაჭერი. შემოვახვიეთ ამ ჯოხს ეს შავი ნაჭერი და იმ ფოტოზე, რომელსაც გონიათ, რომ არის საქართველოს ეროვნული დროშა, ეს არის ჩვეულებრივი ტოტზე, ხის ტარზე გადაკრული შავი ნაჭერი, რომელიც ალბათ იყო უფრო გლოვის და ტრაგედიის სიმბოლო მაშინ. არც მაშინ არ გვეშინოდა ეს ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ რაღაც ალბათ შინაგანი რაღაცა ტკივილი მქონდა იმისი, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი იქ და აუცილებლად უნდა მენახა. იმიტომ რომ ალბათ მაინც სადღაც გონების კუნჭულში მაინც არ უშვებ იმას, რომ არ შეიძლება როცა ადამიანი აი ესე მშვიდობიანად დგას, ითხოვს მისი ქვეყნისთვის უკეთეს მომავალს, შენ ეს ადამიანები ჩახოცო. ალბათ ამის დასაჯერებლადაც მივდიოდი, რომ ჩემი თვალით მენახა რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. იმ დღეს ძალიან გვიან მოვახერხე პარლამენტის წინ ტერიტორიის ნახვა და რაც მახსოვს ეს იყო საშინელება ეს იყო არ დამავიწყდება ის სუნი სისხლისგან გადარეცხილი ასფალტის სუნი პარლამენტის წინ. და აი ამ სუნით მივხვდი, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე გირჩევდით, რომ გიყვარდეთ უბრალოდ ეს ქვეყანა და თქვენ ზუსტად იცით, საით უნდა წაიყვანოთ და გინდათ თუ არა ეს თქვენ მაინც თქვენი სამართავია ეს ქვეყანა, ასე რომ ვიცი რომ თქვენ არც განათლებას დაიკლებთ, არც სიყვარულს დააკლებთ ამ ქვეყანას და ზუსტად ვიცი რომ იბრძოლებთ. ამის იმედი მაქვს. და მე თქვენ გამარჯვებას გისურვებთ და ყველაზე მაგარ ქვეყანაში ცხოვრებას. მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევ ფიც რომ სიყვარული კინოს აღარ გავს იცი ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს მე მოგცემ ძალას მოერიო და ჟანგერულ ფრთებს ხომ ხედავ შენი გაბძარული გული ჩემით ცემს შენიცი სიყვარული აზრი აღარ აქვს წლებს მითხარი რომ ეს განს და ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი გულის ცეცხლზე ვწვავ მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს ამდენი ხანი ვამბობ რასაც არ ენდობენ სხვას მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ სხვას მე აღარ გადმოვცურავ სხვას